ილონ მასკი, ბერნარდ არნო, ამანსიო ორტეგა, ეს იმ უმდიდრესი ადამიანების არასრული ჩამონათვალია, რომელთა სახელებიც მთელმა მსოფლიომ იცის და რომელთა მქონების შეფასების ზრდასა თუ კლებაზე დაკვირვებაც კარგად შეგვიძლია. მივხვდეთ თუ რომელი ინდუსტრია რა მიმართულებით მიტის. ცხადია, როცა მქონების შეფასებაზე ვსაუბრობთ, უნდა დავეყრდნოთ მსოფლიოში ყველაზე სანდო წყაროს Bloomberg-ს, რომლის ტერმინალსაც ტრეიდერებისთვის მთელი მსოფლიო იყენებს და მონაცემები მათ შორის მდიდარი ადამიანების ქონების შეფასების შესახებ რეალურ დროში ახლდება. ახლა ერეკლე ფოლადიშვილი შემოგვიერთდება და სწორედ ამ წყაროზე დაყრდნობით გვეტყვის თუ ვინ იყვნენ და არიან ბოლო 10 წლეულის უმდიდრესი ადამიანები ერეკლე საღამომშვიდობის. ბექა საღამომშვიდობისა და მივესალმები მაყურებელს. ბოლო 10 წლეულზე დაკვირვება უნდა დავიწყოთ იმ წლიდან, როცა Bloomberg-მა მილიარდერების ინდექსი შექმნა. 2012 წელი მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარლოს სლიმს ეკუთვნოდა. უმსხვილეს მექსიკელ ბიზნესმენს, რომლის პორტფელშიც ძალიან ბევრი და სხვადასხვა სექტორში წარმოდგენილი კომპანია იყო. სამხრეთ ამერიკული ტელეკომუნიკაციების გიგანტი America Movil-ი ინდუსტრიულ და ინფრასტრუქტურულ სექტორში მყოფი გრუპო Carso, მექსიკის ერთ-ერთი უმთავრესი ფინანსური ინსტიტუტი Financiero in Bursa, მოკლედ ყველაფერს ამის დამსახურებით სლიმის ქონების შეფასება 2012 წელს 69 მილიარდს აღწევდა. სლიმმა პოზიციების შენარჩუნება გარკვეულწილად 2013 წელსაც შეძლო, თუმცა დამატებით 3 მილიარდით გამდიდრება სიის სათავეში დარჩენისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. 2013 წლის მიწურულს და შემდგომ 2014 და 2015 წლებშიც სიის უპირობო ლიდერი, ლეგენდარული Microsoft-ის დამფუძნებელი Bill Gates-ი გახდა. ის ზოგადად უმდიდრეს ადამიანად იქამდე ციტლებოდა, თუმცა Bloomberg-ის ჩამონათვალში პოზიციის დამკვიდრება 2013 წელსღა შეძლო. მისი ქონება შემდგომ 4 წელიწადში 18 მილიარდით გაიზარდა, რაც მაშინ პატარა რიცხვი ნამდვილად არ იყო და თუ გადავხედავთ ამერიკული ტექ გიგანტის საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდას, კითხვებიც აღარ დაგვრჩება, როგორ მოხდა ეს. 2013-დან 2016 წლამდე პერიოდში Windows-ის ოპერაციული სისტემის შემქმნელი კომპანიის შეფასება თითქმის 200 მილიარდით გაიზარდა და 9 ტრილიონსაც კი მიუახლოვდა. ერთგვარად სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2010-იანების შუა პერიოდში ტექნოლოგიური სფერო წამყვანი მიმართულება იყო. Gates-ის დომინაციას ამ პერიოდში კონკურენცია ესპანეთიდან შეექმნა, თანაც ისეთი ადამიანისაგან, რომელიც ტექნოლოგიების სექტორისაგან ძალიან შორს იყო. მოდის ინდუსტრიის გიგანტების Zara's, Massimo Dutti's, Bershka's თუ Stradivarius's კონგლომერატის მფლობელმა ამანსიო ორტეგამ 2016-17 წლებში ნიშნულოვნად გაზარდა შემოსავლები და ვიდრე Bezos-ისა თუ Musk-ის ხანა დადგებოდა, Bill Gates-ის ქონების მუდმივი ცვალებადობით ისარგებლა და ორჯერ მოახერხა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად ყოფნა. მისი ქონება ჯერ 72 მილიარდი იყო, შემდეგ წელს კი 83 მილიარდამდე გაიზარდა. სხვათა შორის ეს წელი 2017 წელი იყო Gates-ის ლიდერბორდის სათავიდან გასვლისა და რეიტინგის სათავეებთან ახალი ადამიანის გამოჩენის პერიოდი. ვსაუბრობთ Jeff Bezos-ზე, ადამიანზე, რომლის ვაჭრობის პლატფორმა Amazon-მა მის დამფუძნებელს 2017, 2018, 2019 და 2020 წელსაც კი მოუტანა Bloomberg-ის სიის სათავეში ყოფნა. სხვათა შორის, Bill Gates-ის შემდეგ სწორედ Bezos-ი გახდა მეორე ადამიანი, რომელმაც 2017 წელს 100 მილიარდიან ნიშნულს მიაღწია. 2020 წელს კი პირველი გახდა, ვინც 200 მილიარდსაც კი გადააჭარბა. ამავე წლებს უკავშირდება Bezos-ის ახალი წამოწყებების გაძლიერებას, მათ შორის მონაცემთა ცენტრებთან დაკავშირებული AWS-ისა და კოსმოსური კომპანია Blue Origin-ის. სწორედ მათი დამსახურებით დაბრუნდა სიის სათავეებთან Bezos-ი 2024 წელს. კოსმოსურ სივრცეში Jeff Bezos-ის ისტორიულ მეტოქე Elon Musk-ზე უნდა გადავიდეთ, ადამიანზე, რომელმაც Bloomberg-ის მილიარდერთა სიის სათავეში მოქცევა 2021 წელს Tesla-ს კაპიტალიზაციის მკვეთრი ზრდით 650-დან 1 ტრილიონამდე ასვლით მოახერხა. ამ პერიოდს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ელექტრომობილების ბუმის წლები. მაშინ Musk-ის ქონების შეფასება პიკში 275 მილიარდამდე გაიზარდა, თუმცა 2022 და 2023 წლებში Tesla-ს აქციების მკვეთრი ვარდნის გამო მას საკმაოდ არასტაბილური მოცემულობა ჰქონდა. სწორედ ამ შესაძლებლობით ისარგებლა ფრანგული მოდისა და ძვირფასეულობის ინდუსტრიის გიგანტის LVMH-ის ხელმძღვანელმა Bernard Arnault და მომდევნო 2 წლის განმავლობაში არაერთხელ მოახერხა სიის სათავეში მოქცევა. ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც Louis Vuitton-ს, Christian Dior-ს, Givenchy-ს თუ Tiffany & Co-ს ფლობს. ამ წლებში მისი ქონების შეფასებამ პიკში 230 მილიარდსაც კი მიაღწია და ტექ სექტორის უკან დახევის ფონზე მოდის ინდუსტრიის გალიდერებას გაუსვა ხაზი.
არნოსთვის ამ სიის სათავეში ყოფნის დასასრული 2024 წელს დადგა, როცა ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის მიმართ პოპულარობის ზრდამ, ასევე ელექტრომობილების ინდუსტრიის გამოცოცხლებამ ხელახლა წამოწია ჯეფ ბეზოსი და ილონ მასკი. თუმცა არავისთვის ცალკეულად AI ინდუსტრიის ისეთი სარგებელი არ მიუღია, როგორც და არ ყოფილა მომგებიანი, როგორც ლარი ელისონისთვის, Wall Street-ის რონინისთვის, რომლის მონაცემთა ცენტრების კომპანია Oracle-ის საბაზო კაპიტალიზაციამაც 2025 წელს 9 ტრილიონს გადააჭარბა. მის მფლობელი სქონების შეფასება კი 393 მილიარდამდე გაიზარდა. ბოლოს კი ისევ უნდა დაუბრუნდეთ ილონ მასკს, ადამიანს, რომლისთვისაც პოლიტიკური წელი ნამდვილად არ გამოდგა წარმატებული, თუმცა ჯერ 500 მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა, შემდეგ კი 600 მილიარდიანს და უახლოვდება 700 მილიარდიანს ბლუმბერგის მონაცემებით. მოკლედ, მან მოახერხა, რომ კომპანიები, რომლებსაც ის განაგებდა, საუკეთესოდ წარმოჩენილიყვნენ თანამედროვე ინდუსტრიაში. XAI, ანუ ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის გიგანტი, SpaceX, ანუ კოსმოსური სექტორის გიგანტი და Tesla, როგორც არა მარტო ელექტრომობილების, არამედ უკვე რობოტების ინდუსტრიის მნიშვნელოვანი მოთამაშე. მოკლედ, ასეთია ბოლო 10 წლეულის ტრენდი ბლუმბერგის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით. ტელეკომუნიკაციები, ონლაინ ვაჭრობა, მოდა და ტექნოლოგიები. ის მიმართულებები, რომლებიც განსაზღვრავენ სამყაროს გუშინდელ, დღევანდელ და ხვალინდელ დღეს.